ღალატამდე იყო კარგი ქართველი კაცი ალბათ ეგრე მგონი, იმიტომ რომ საძმა კაცო ყავდა, ოჯახი ყავდა, ზრუნავდა თავის ოჯახზე, უზრუნველყოფდა რაღაც ფული შემოქონდა სახლში, ოჯახზე უზრუნველყოფდა და ეგ არის ალბათ მაგალითი რომ ქართველი კაცი, ანუ ზოგადად კაცი ეგრე უნდა იყოს, რომ ხო, ჩემს ეგრე უნდა იყოს, რომ კაცზე ვისაუბროთ მინიმუმ ხო ალბათ. და აი ხა ღალატის მერე ცოტა გაუფრინა რა. ცოტათი რაღაცები აერია. ხო, იმიტომ რომ ეგ თვალიო გაგექცა და რაღაც ძალიან ზერბეტია, როცა ოჯახი ყავს და განსაკუთრებით სამი შვილი როცა ყავს, თვალი საღლა გაგირბის, ანუ შენი ჭირი მე ბოდიში და. ჯიჯი მოგევლე, სად გაგირბის თავლი 6 ხო, ორი ბოდიში. ორი ვიყავით მაგ. იცი რა მითხარი? არა, ორი რა ტყუპებით ხარ, 4. ხა უბრალოდ თქვენ სასაკშიც ეხა ღალატი ძალიან ცუდია? რაღაცა არ ვიცი რა. რომელ ასაკში არ არის ცუდი? 80 წლისას რო იყო ანუ ეს არ აღიქმება რომ აი მე ადამიანი ვარ და თავისუფალი ურთიერთობები მჭირდება და აი აქ ვერ მიპოვე ჩემი თავი. არა. ჩემ მე არ ვფიქრობ ეგრე. არა, რატო თუ ვერ იპოვე შენი თავი და გინდა რომ იპოვო, მაშინ იმასთან წადივი, სადაც იპოვი, ანუ და უთხრა, გაანებე იმ ადამიანს თავი და უთხრა რომ ადამიანს ხო და ეს რაღაცა არ იყოს რაღაცა